ქრისტე აღდგა. გადავშალოთ ბიბლია. წმინდა პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ. მეოთხე თავი, 16 მუხლი. უკანასკნელი მუხლი მეოთხე თავის. პირველი ტიმოთე, მეოთხე თავი, 16 მუხლი. კითხულობთ. გაუფრთხილდი თავს და სწავლებას, ამას უერთგულე, რადგან ასეთი მოქმედებით შენ თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც. ეს არის უფლის სიტყვა. ვილოცოთ. ღმერთო, მადლობა შენი სიტყვისთვის, რომელშიც გვაქვს სინათლე და გამოცხადება შენი ნებისა. ღმერთო, შენი სული წმიდის მადლით მოგვანიჭე, რათა გავიგონოთ შენი ხმა შენ სიტყვაში. გავარჩიოთ ეს ხმა და გავყვეთ ამ ხმას. მოგვეცი, რათა ვერ წმუნოთ შენს ძეს იესოს. ამ რწმენი დავიმკვიდროთ საუკუნო სიცოცხლე და ვახაროთ ეს რწმენა სამყაროს. გევედრებით იესო ქრისტეს მიერ. ამინ. რამდენჯერ იყურებით დღეში სარკეში? მართლა. დაფიქრებულ ხართ? დღის განმავლობაში რამდენჯერ იყურებით სარკეში? აქ იგულისხმება ტელეფონში. აქ იგულისხმება რამდენჯერ უყურებთ თქვენს სურათს, გამოსახულებას. რამდენჯერ შეხედავთ თქვენს თავს, როდესაც სახლის გარეთ იმყოფებით. თუ გნებავთ ქუჩაში და თქვენს გამოსახულებას დაინახავთ სადმე? რამდენჯერ, როგორ გონიათ? როგორ? არ ვიცი თქვენ, ყველა ინდივიდუალურია. ამერიკაში გააკეთეს გამოკითხვა. ჩაატარეს ასეთი გამოკითხვა. უცნაური გამოკითხვაა რა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1000-მა ადამიანმა. რო გაერკვიათ პროცენტულად. დღეში რამდენჯერ იყურება ადამიანი სარკეში? სხვადასხვა პროცენტია, ხოლო 2-ს დაგისახელებთ. გამოკითხულთა 33% იყურება 3-4 ჯერ დღეში. 1000-დან. ამერიკაზეა საუბარი. აქ არ ვიცი, მოხდა თუ არა ასეთი გამოკითხვა. და როგორ ფიქრობთ, დაახლოებით რამდენი პროცენტია, ვინც დღეში 10-ზე მეტჯერ უყურებს საკუთარ თავს სარკეში? დაახლოებით 10 და კიდევ უფრო მეტი. 10-ზე 60%? 10-ზე მეტი. 67. 6%. იმიტომ დადიან ამერიკელები ასე ჩაფართხუნებულები. და ევროპელები დადიან გამოკაზმულები. რას აცხადებს წმინდა პავლე მოციქული ჩვენ მიერ წაკითხულ ტექსტში? ისე აქ ყოფთაგან ერთხელ მაინც დღეში საკუთარ თავს შეხედავთ ხოლმე სარკეში? ერთხელ მაინც დღეში. რას აცხადებს ღვთის სიტყვა ჩვენ მიერ წაკითხულ ტექსტში? გულისხმობ წმინდა პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე, მე-6
მეოთხე თავი, უკანასკნელი მე-16 მუხლი. ღვთის სიტყვა აცხადებს, რომ გადარჩენა, ხსნა დაკავშირებულია ადამიანის ყურადღებასთან. გადარჩენა დაკავშირებული ადამიანის ყურადღებასთან. გაუფრთხილდი თავს და სწავლებას ამას უერთგულე, რადგან ასეთი მოქმედებით შენ თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც. გადარჩენა პირდაპირ არის დაკავშირებული ამ ტექსტის მიხედვით ყურადღების გამოჩენასთან. გაფრთხილებასთან ადამიანის მხრიდან. რა გამომდინარეობს აი ამ მტკიცებიდან? სამი რამ. პირველი, რასაც ჩვენ ვკითხულობთ ტექსტში. გაუფრთხილდი თავს, ეს ერთი, მეორე, გაუფრთხილდი სწავლებას, ეს ორი და მესამე, ამას უერთგულე. ანუ ამაში დარჩი. შეგვიძლია შემოვხაზოთ სამი სიტყვა ჩვენს ტექსტში. ეს არის გაუფრთხილდი, მეორე უერთგულე და მესამე იხსნი. სამი სიტყვა. გაფრთხილება, ერთგულება და ხსნა. წმინდა პავლე მოციქული აცხადებს და ამბობს, რომ ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს, უნდა გაუფრთხილდეთ სწავლებას და ამას უნდა ვაკეთებდეთ მუდამჟამს. რატომ? რატომ უნდა ვაკეთებდეთ ამას? რა ვთქვით დასაწყისში? რატომ უნდა ვაკეთებდეთ? რადგან ასეთი მოქმედებით, რანაირი მოქმედებით, საკუთარი თავის გაფრთხილებით, სწავლების გაფრთხილებით და ამაში ერთგულებით, აი ასეთი მოქმედებით შენს თავს გადაარჩენ, ეუბნება წმინდა პავლე მოციქული ტიმოთეს და შენს მსმენელებსაცო. რა უნდა გავაკეთოთ და რამდენი ხანი უნდა გავაკეთოთ და რა მოყვება ამ გაკეთებას. ასეთ შეგვიძლია დავაწყოთ ჩვენი მუხლის შინაარსი, აზრი აი ამ სიტყვებისა. რა უნდა გავაკეთოთ? გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს და სწავლებას. რამდენი ხანი უნდა გავაკეთოთ ეს? ამას უერთგულე და მესამე, რა მოყვება თუ ამას გავაკეთებთ? რა შედეგი დადგება? რადგან ასეთი მოქმედებით შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც. მაშასე, მოდით ჯერ პირველ ნაწილს მიუბრუნდეთ. პირველი, რასაც ეუბნება წმინდა პავლე მოციქული ტიმოთეს, გაუფრთხილდი თავს. თანამედროვე ქართულ თარგმანებში ყველგან ამ სიტყვას კითხულობთ. გაუფრთხილდი, გაუფრთხილდი, გაუფრთხილდი. ერთადერთი გამონაკლისი არის ძველი ქართული თარგმანი წმინდა გიორგი თაწმინდელის რედაქციით, სადაც წერია ეკრძალე თავსა შენსა. ეკრძალე. დანარჩენ თანამედროვე თარგმანებში ჩვენ ხვდებით ამ სიტყვას. ძირითადად გაუფრთხილდი. ეს კარგი სიტყვაა. მე არ ვამბობ, რომ არასწორ თარგმანთან გვაქვს საქმე და ასე შემდეგ. არა, რა თქმა უნდა. მაგრამ მინდა დავფიქრდეთ აი ამ სიტყვაზე და აი ამ სიტყვის მნიშვნელობაზე. გაუფრთხილდი, რას ნიშნავს გაუფრთხილდი თავს? ჩვენ ხშირად, როდესაც ერთმანეთს ვემშვიდობებით, ვეუბნებით, გაუფრთხილდი თავს, ხვასია. მაგრამ რას ნიშნავს სინამდვილეში ეს სიტყვა? ორიგინალურ ტექსტში, ანუ ძველ ბერძნულ ტექსტში
ჩვენ ხვდებით სიტყვას, რომელსაც აქვს არაერთი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელობები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, მაგრამ აი ამ სიტყვის მნიშვნელობათა დიაპაზონი არის ძალიან დიდი. ეს არის ძველი ბერძნული სიტყვა ზმნა ეპეხო. ეპეხო. ასეთი სიტყვა არის ძველი ბერძნული, რომელიც ნიშნავს ყურადღებით მზერას, ყურადღებით ყურებას. ეს სიტყვა ნიშნავს აგრეთვე დაძაბულ, დაჟინებულ თვალის მიდევნებას, თვალთვალს. ეს სიტყვა ნიშნავს ჩაწვდომას, ჩაკვირვებას. თვალჩაციებულ მზერას. გაგიგიათ ასეთი გამონათქვამი? თვალჩაციებული მზერა. აი ამ მნიშვნელობის მატარებელია სიტყვა, რომელიც ჩვენს თარგმანში გადმოცემულია სიტყვით გაუფრთხილდი. გაუფრთხილდი სინამდვილეში ნიშნავს ყურადღებით უყურე. ყურადღებით უყურე საკუთარ თავს. უთვალთვალე საკუთარ თავს. დაჟინებულად ადევნე საკუთარ თავს თვალი. ჩაუკვირდი საკუთარ თავს. სიტყვას შეიძლება ლექსიკონში კონდეს უამრავი მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კონკრეტულად, არა ლექსიკონში, არამედ კონკრეტულ ტექსტში. ამა თუ იმ ბერძნულ სიტყვას რა მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ ზოგი აკეთებს ასეთ შეცდომას, იღებს სიტყვას ტექსტიდან, შემდეგ მიდის ლექსიკონში და ლექსიკონში შეიძლება იყოს უამრავი მნიშვნელობა ამ სიტყვისა. აი მაგალითად, აი ამ სიტყვას ეპეხოს შეიძლება კონდეს 10-ზე მეტი მნიშვნელობა, გააჩნია რომელ ლექსიკონს ვიყენებთ. მაგრამ თავარია ეს სიტყვა აი აქ კონკრეტულად, აი ამ ადგილას რა მნიშვნელობით გამოიყენება. ხო არ შეიძლება 30-ვე მნიშვნელობით გამოიყენებოდეს. მაგალითად, ქართულ ენაშიც ასეა, ნებისმიერ ენაშიც ასეა. სიტყვა მანქანა ყოველთვის მანქანას ნიშნავს, ზოგჯერ მანქანა ნიშნავს საშუალებას, ხერხს, ზოგჯერ ავტომობილს. გააჩნია რა მნიშვნელობით გამოვიყენებთ. არსებობს ერთი ძალიან კარგი ლექსიკონი, ძალიან პოპულარული. მინდა გითხრათ, რომ ის აგრეთვე ძალიან პოპულარულია და დაფასებულია მართლმადიდებლურ სამყაროშიც. ეს არის როჯერსის ლექსიკონი, მას ძალიან ვრცელი სათაური აქვს. სათაური ასეთია: ახალი აღთქმის ბერძნული ტექსტის ლინგვისტური და ეგზეგეტური გასაღები. ხო, მთელი მატარებელია სახელწოდება. სათაური არის მთელი მატარებელი. ახალი აღთქმის ბერძნული ტექსტის ლინგვისტური და ეგზეგეტური გასაღები. იცით, აი ამ ლექსიკონის ღირსება რა არის, განსხვავებით სხვა ლექსიკონებისა. ეს ლექსიკონი გვეხმარება, ესა თუ ის ძველი ბერძნული სიტყვა კონკრეტულად ახალ აღთქმაში რა მნიშვნელობით გამოიყენება. არა რაღაც სხვა წყაროებში კიდევ, არამედ ახალ აღთქმაში. იმ ტექსტში, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ. რატომ ახსენე ეს ლექსიკონი? ზემოთ ხსენებულ ლექსიკონში ეს სიტყვა განიმარტება როგორც ზრუნვა. შეიძლება ასეც გადაითარგმნოს. როგორც ყურადღების მიქცევა, მიშტერება, როგორც კონცენტრაციის თავმოყრა რაღაც ობიექტის მიმართ. ახლა კი ჩასვით ეს მნიშვნელობები აი ამ ტექსტში. გაუფრთხილდი თავს, რას ნიშნავს? იზრუნე საკუთარ თავზე, ყურადღება მიაქციე საკუთარ თავს. მოახდინე შენი
ყურადღების კონცენტრაცია საკუთარი თავის მიმართ, მიაშტერდი საკუთარ თავს. ხო შეიძლება უყურებდე და ვერ ხედავდე. რამდენი 5 მაისი, დღეს რომელი მაისია? 16 მაისია. 5 მაისის შემდეგ აქ მყოფთაგანი რამდენი იმყოფებოდა სამზარეულოში? მაინტერესებს. ახლავე დავადასტურებთ, რომ შეიძლება უყურებდე და ვერ ხედავდე. არ აქცევდე ყურადღებას. 5 მაისის შემდეგ ვინც აქ იმყოფებით? ერთხელ მაინც 5 მაისის შემდეგ სამზარეულოში ნამყოფი ხართ თუ არა? ერთხელ მაინც ყველა. მე მგონი ერთის გარდა. ყველა, მაღლაც ყველა. თედო შენც ხარ ნამყოფი. სამზარეულოში 5 მაისის შემდეგ, ხომ? იქ არის ჩამოკიდებული რელიგიური შინაარსის კალენდარი. აი რომ დამთავრდება ჩვენი შეკრება, შედი და ნახეთ, რა რიცხვზეა გაჩერებული. რომელ რიცხვზეა? რიცხვი, რომელი რიცხვია? რა გონიათ? უკვე ვთქვი ეს რიცხვი. 5 მაისი, დღეს რომელია? 16. არავინ არ მივიდა და ერთი მოქმედება იყო საჭირო, ასე ამოეტრიალებინა და ყველასთვის ეთქვა დღეს არ არის 5 მაისი. მე მესმის შეიძლება ვინმე დაინახა და არ ჩათვალა საჭირო და თქვა დიაკონის საქმე და დიაკონმა გააკეთოს ეს ან სხვა ვინმე. მაგრამ ეს იმისთანა საქმეა, რომ ყველა შეუძლია მივიდეს კედელზე და ამოატრიალოს. რაზე ვსაუბრობთ ჩვენ? წმინდა პავლე მოციქული ამბობს, ყურადღება მიაქციეთ, ეხლა არ გინდათ კალენდრის შესწორება. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს. ეს სიტყვა ნიშნავს თვალთვალი ადევნეთ საკუთარ თავს. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველა მიცის ცნობილი მუხლი სოლომონის იგავებიდან, მეოთხე თავი. ყველაზე უფრო მეტად რა დაიცავიო, რას გვირჩევს ბრძენი სალამონი? ყველა დასაცავზე მეტად რა დაიცავიო? ყველა შესანაღზე მეტად რა შეინახეო? შენი გული. თაზო, შენი გული, ასე ამბობს ბრძენი სალამონი. იგავების წიგნის მეოთხე თავში. ყველა დასაცავზე მეტად შენი გული შეინახე და დაიცავიო. რას ამბობს წმინდა პავლე მოციქული ამ კონკრეტულ ნაწყვეტში? ამ კონკრეტულ ნაწყვეტში ის ამბობს შემდეგს. მიაქციე ყურადღება საკუთარ თავს. აი ეს ზმნა, რომელიც აქ არის გამოყენებული. სწორედ აი ამ მნიშვნელობის მატარებელია. რატომ? იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ დაკავშირებული გადარჩენასთან. აქ წერია, რადგან ასეთი მოქმედებით შენ თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც. პატრისტიკაში, ეკლესიის წმინდა მამათა სწავლებაში არსებობს ასეთი შეგონება, ასეთი იდეა. ის, ვინც საკუთარი თავი დაინახა, უფრო მეტია, ვიდრე ანგელოსის დამნახველი. ანუ საკუთარი თავის დანახვა უფრო დიდი მნიშვნელობისაა, ვიდრე ანგელოსის დანახვა. ხო, დიდი ამბავია ანგელოსი დაინახო. დიდი პატივია ანგელოსი იხილო. წმინდა მამები ასწავლიან. შენ თუ შენ საკუთარ თავს დაინახავ, სინამდვილეში როგორი ხარ? ისეთი კი არა, როგორი ხარ სხვების თქმით, ან შენ მიერ შექმნილ სამყაროში, არამედ როგორი ხარ სინამდვილეში. უფრო მეტია, უფრო დიდია, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ანგელოზის ხილვა. ასე ასწავლიდნენ ეკლესიის წმინდა მამები. დაინახო შენი საკუთარი თავი. რას ნიშნავს ყურადღება მიაქციო შენ საკუთარ თავს? რას ნიშნავს ჩაუკვირდე საკუთარ თავს? მინდა გითხრათ, რომ ლათინურ თარგმანში, ანუ ვულგატაში, იცით როგორ არის გადათარგმნილი გაუფრთხილდი თავს? ატენდე ტიბი. ზმნა ატენდე,
ატენდო ნიშნავს ყურადღებას, ყურადღების მიპყრობას. აქედან არის ნაწარმოები და წარმოშობილი ინგლისური სიტყვა attend. Attend არ ნიშნავს მხოლოდ დასწრებას ინგლისურად. Attend to, მაგალითად to attend to somebody's needs ნიშნავს ყურადღება მიაქციო ვიღაცის საჭიროებას. შეხედეთ ლათინურ თარგმანში არ წერია გაუფრთხილდი. ლათინურ თარგმანში წერია ყურადღება მიაქციე შენ თავს. Attende tibi, ასე წერია ვულგატაში, ნეტარი იერონიმეს თარგმანში. ინგლისურ თარგმანში აგრეთვე წერია სიტყვა უყურე, მიაქციე ყურადღება, გაუფრთხილდი, ყურადღებით იყავი. დავფიქრდეთ წმინდა პავლე მოციქულის ამ შეგონებაზე. ყურადღება მიაქციე, ჩაუკვირდი შენს თავს. ჩაწვდი შენს თავს. მოდით კიდევ გავავრცელოთ აი ეს პირდაპირ მოწოდება მოციქულისა. რას ნიშნავს ჩაუკვირდე ჩემს თავს? რას ნიშნავს ჩავწვდე ჩემს თავს? ჩვენ თქვით ეს ნიშნავს დავინახოთ საკუთარი თავი ისეთები როგორებიც ვართ. მოვიხსნათ ყველანაირი შენი ღბულობა, მოვიხსნათ ყველანაირი ნიღაბი და ვნახოთ როგორები ვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ გაუსწოროთ თვალი სინამდვილეს. მივაქციოთ ყურადღება ჩვენ სინდის. პრაქტიკულად თანამედროვე ენით რომ თქვათ, რას გვთავაზობს წმინდა პავლე მოციქული? მოახდინეთ რეფლექსია. რა არის რეფლექსია? ცოტაშორის ლათინური სიტყვა რეფლექსია ნიშნავს უკან დაბრუნებას. რეფლექსია ეს არის საკუთარი პიროვნების, საკუთარი ინტერესების, საკუთარი ღირებულებების, საკუთარი ცოდნის, საკუთარი მდგომარეობის, საკუთარი мотивაციების გაანალიზებას. აღქმას. აი ეს არის რეფლექსია. წმინდა პავლე მოციქული გვეუბნება მოახდინეთ საკუთარ თავში რეფლექსია. ჩაუკვირდით საკუთარ თავს. დაბრუნდით საკუთარ თავთან. შეამოწმეთ არა მარტო თქვენი საქმეები, არამედ мотивაციები, რატომ აკეთებთ ამ ყველაფერს. შეიძლება მარხულობდე, შეიძლება ლოცულობდე, შეიძლება ეკლესიაში დადიოდე, ბიბლიას კითხულობდე, ქადაგებდე, მაგრამ мотивაცია რა არის ამ ყველაფრის? მარხულობდნენ, ლოცულობდნენ, მოწყალებას გაიღებდნენ ფარისევლები. ასე არ არის? ასე ამბობს იესო ქრისტე. მაგრამ ამ ხელს მათ და ეუბნება, თქვენ ამას ყველაფერს აკეთებთ პატივმოყვარეობის გამო. იმისათვის, რომ ადამიანებმა დაგაფასონ. ისინი უკვე ღებულობენ ჯილდოსო. აი ეს არის რეფლექსია. ეს არ არის უბრალოდ მარტო საკუთარ თავთან დარჩენა. ეს არის საკუთარი თავის გამოკვლევა, შემოწმება, საკუთარი სინდისისა, საკუთარი ინტერესებისა. რა ინტერესი გვაქვს ჩვენ? რა მდგომარეობაში ვართ ჩვენ? ეს ნიშნავს ყველანაირი შეფუთვის, ყველანაირი შემკულობის, შენიღბვის გარეშე საკუთარი თავის დანახვას. როდესაც დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი, ყველამ ვერ შეძლო სინამდვილისთვის თვალის გასწორება. ვერ შეძლო. მე გერმანიას გულისხმობ. მაგრამ აღმოჩნდა ერთი კეთილსინდისიერი გერმანელი, მწერალი, არ ვიცით გაგიგიათ თუ არა, გრასი, გიუნტერ გრასი, რომელმაც დაწერა რომანი თუნუქის დოლი. აი ესეთი რომანი მიიღო ნობელის პრემია. გრასმა მიიღო ნობელის პრემია. 1959 წელს გამოქვეყნდა მისი ეს რომანი. რამდენი წელი გავიდა ომის დამთავრების შემდეგ? როდის დამთავრდა ომი? 1945 წელს. 1959 წელს გამოქვეყნდა ეს რომანი, მიიღო ნობელის პრემია.
შემდეგ 1979 წელს, ანუ რამდენ წელს რომანის გამოქვეყნებიდან? 59 წელს რომანი გამოქვეყნდა, 79 წელს ეკრანიზაცია მოხდა ამ რომანის, თუნუქის დოლი. ფილმმა მოიგო ევროპაში კანის ფესტივალზე უმაღლესი ჯილდო, ოქროს პალმის რტო და ამერიკაში ოსკარი. ნობელის პრემია, კანის უმაღლესი ჯილდო, ოსკარი, როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი. რა გააკეთა გრასმა, გიუნტერ გრას გულისხმობ. რეფლექსია მოახდინა. აი რას ამბობს გეორგ შტაინერი მასზე. გრასმა პირველად გაბედაო, ნახეთ რა სიტყვა გამოიყენა, გაბედაო, რომ ფხიზელი თვალით შეეხედა საკუთარი ერის, საკუთარი ქვეყნის წარსულს. და ნანახი სასტიკად, უკიდურესად, კრიტიკულად გაანალიზაო. სხვადასხვა ამ წიგნს ახლახან წავაწყდი ჩემს სახლში, როდესაც ვალაგებდი მადლობა რომა წიგნებს და ამოვიკითხე, რომ ირმას მეგობარს გადაუთარგმნია გერმანულიდან. თქვენ იცნობთ ეკას. ის გერმანული ენის სპეციალისტია. წიგნი არის ძალიან დიდი, 650 გვერდზე დიდია. ეკა მითხრა, დღეს გადაურეკე, რომ არა მარტო დიდიაო მოცულობით, ძალიან ძიმიაო გადასათარგმნელად. ორმა მთარგმნელმა გადმოთარგმნა, ერთ-ერთი მათ შორის იყო ეკა. აი როგორც ისეთივე წიგნი, აი მოცულობით რო წარმოვიდგინოთ, როგორც აი პრუსტის სოდომი და გომორი, 650 გვერდზე უფრო დიდი. თუნუქის დოლი. სხვადასხვა სამ ნაწილისაგან შედგება წიგნი და პირველი ნაწილის უკანასკნელი თავი ასეთია, რწმენა, იმედი, სიყვარული. იცით რაზეა ეს წიგნი? პატარა ბიჭზე, რომელიც ისე გაწმილდა უფროსების გამო, რომ მოისურვა აღარასოდეს გაზრდილიყო და დარჩენილიყო ბავშვი. როდესაც მე მოგდომებიათ, რომ არ გაზრდილიყოთ, არამედ ყოველთვის ბავშვი ყოფილიყავით. ეს იყო მისი იმედგაცრუება. გერმანელმა შეხედა გერმანელებს თვალებში და გადმოსცა რომანში აბსურდულობა და ფაშიზმის საშინელება. სხვადასხვა ავტორი შემდეგ თავისი ერთ-ერთი ლექსის გამო, ერთი ლექსი დაწერა, ეს ასე უნდა ითქვას, ამის გამო ისრაელმა გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად. იმიტომ რომ იმ ლექსში გააკრიტიკა ისრაელის სამხედრო პროგრამა. ერთი სიტყვით, წმინდა პავლე მოციქული, აი ამ მუხლში, მე-16 მუხლში, ყველას გვარიგებს და გვეუბნება. გაუფრთხილდი, ანუ იზრუნე საკუთარ თავზე. ასე ვთქვათ, მეორდება ის სიტყვები, რომლებიც ჩვენ გვესმის ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში. გაუფრთხილდი საკუთარ გულს. მიაქციე ყურადღება საკუთარ ქცევას, საკუთარ სიტყვას, საკუთარ აზრს. შეწყვიტე თვალთვალი სხვა ადამიანებზე. ნუ ეძებ ბეწვს სხვა ადამიანის თვალში. აღმოაჩინე შენს თვალში ის, რაც არის მიუღებელი. ეს არის რეფლექსია. მეორე რამ, რასაც წმინდა პავლე მოციქული ეუბნება ტიმოთეს. არა მარტო საკუთარ თავს გაუფრთხილდიო, არამედ სწავლებას გაუფრთხილდიო, ანუ სწავლებას მიაქციე ყურადღება. რა იგულისხმება ამაში? ორი განმარტება, სხვადასხვანაირი, აბსოლუტურად. უბრალოდ მინდა რომ თქვენ იცოდეთ ამის შესახებ და თავად გააკეთოთ ანალიზი.
და გამოიყენოთ თქვენს პირად ცხოვრებაში ეს დარიგება. პირველი გავრცელებული განმარტების თანახმად გაუფრთხილდე საკუთარ თავს და სწავლებას ნიშნავს შემდეგს. გამოიკვლიე შენი თავი, ყურადღება მიაქციე შენს თავს, დაინახე შენი თავი, სინამდვილეში ვინ ხარ, ოღონდ შემდეგ შეამოწმე დანახული, გადაამოწმე და შეადარე მოძღვრებას. ანუ სახარებას, ანუ ღვთის სიტყვას. ანუ ყურადღება მიაქციე არა მარტო შენს თავს, არამედ ყურადღება მიაქციე, იზრუნე, მიაშტერდი კონცენტრაცია მთელი ყურადღებისა. წარმართე მოძღვრების მიმართაც. რატომ? იმიტომ რომ როდესაც შენს თავს დაინახავ, შეადარე რა არის მართალი, რა არის მტყუარი. ეს არის ძალიან გავრცელებული განმარტება, მაგრამ არსებობს სხვა განმარტებაც. კონტექსტუალური. არა ასეთი ზოგადი, არამედ კონტექსტუალური. რას ნიშნავს კონტექსტუალური? იმას ნიშნავს, რომ ტიმოთე იყო დაყენებული ეკლესიაში როგორც წინამძღვარი. ქალაქ ეფესოში. ტიმოთეს უხდებოდა სხვადასხვა ცრუ მასწავლებლებთან გამკლავება. ეს ცრუ მასწავლებლები თავს იჩენდნენ საკრებულოში და ახალგაზრდა ტიმოთეს უხდებოდა მათთან შერკინება. მაგალითად, პირველ თავში ჩვენ ვკითხულობთ, კონდეს რწმენა და კეთილის სინდისი, რომელიც უარყვეს ზოგიერთებმა და დაიმსხვრა მათი რწმენის ხომალდი. მათგან არიან ჰიმენევსი და ალექსანდრე, რომლებიც სატანას გადავეცი, რათა ისწავლონ, რომ აღარ დაგმონ. აგრეთვე პირველ თავში წერია, როცა მაკედონიაში მივდიოდი, გთხოვდი დარჩენილიყავი ეფესოში და გემცნო ზოგიერთათვის, რომ არასწავლონ განსხვავებული რამ. ხედავთ? ეს არის კონტექსტუალური განმარტება. რაზე მიდის აქ საუბარი? იმაზე, რომ ეკლესიაში გამოჩნდნენ მასწავლებლები, რომლებაც დაიჭირეს კათედრა და ასწავლიდნენ იმას, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ. რას ეუბნება აი ამ მე-16 მუხლის შეგონებაში წმინდა პავლე მოციქული ტიმოთეს, თუ ასეთნაირად განვიხილავთ ამ შეგონებას, ყურადღება მიაქციეს სწავლებას, იმას, რომ არა მარტო საკუთარ თავს გაუფრთხილდიო, არა მარტო საკუთარ თავს მიაქციე ყურადღება მიაქციე ვინ რას ასწავლისო. ყურადღება მიაქციე ვინ რას ასწავლისო. ვინ რას სწავლებით გამოდისო. არა მარტო საკუთარ თავზე იზრუნეო, არამედ როგორც ეკლესიის წინამძღვარმა, ეკლესიის მსახურმა ყური დაუგდე, მიაქციე ყურადღება, იზრუნე, თვალთვალი გაუწიე თუ გნებავთ. სწავლებას, ვინ რას ასწავლის, იმისათვის რომ დაიცვა საკუთარი თავი და დაიცვა საკრებულო. გადავიდეთ უკანასკნელ მესამე ნაწილზე. 1. საღვთო წერილი გვეუბნება წმინდა პავლე მოციქულის ბაგეებით. ყურადღება მივაქციოთ საკუთარ თავს. 2. არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სწავლებას. 1 გაგებით იგულისხმება სახარება, რომელსაც უნდა შევუდაროთ ჩვენ მიერ დანახული საკუთარი თავი, იქნება არასწორად ხედავთ საკუთარ თავს, უნდა შევუდაროთ. ან 2 გაგების მიხედვით, თვალი უნდა ვადევნოთ სწავლებას იმისათვის, რომ არ დავკარგოთ ჭეშმარიტება, არ ვიყოთ მოტყუებულები. თქვენ როდესაც მიდიხართ საჭმელად, რასაც გთავაზობენ, ყველაფერს ხომ არ ჭამთ? ხო არ ჭამთ? ხო და მაშინ ყველაფერს, რასაც გთავაზობენ, სწავლების სახით, რატომ უნდა მივიღოთ? წმინდა პავლე მოციქული ეუბნება ყურადღება მიაქციე სწავლებას, რას ასწავლიან და უკვე ამოგიკითხეთ თქვენ პირველი თავიდან მუხლები, სადაც ამის შესახებ არის ლაპარაკი, ხოლო აქ შესაძლებელია თავს უყრიდეს აი ამ შეგონებებს ერთ გამოთქმაში წმინდა პავლე მოციქული, როდესაც ამბობს გაუფრთხილდი სწავლებას, არა მარტო საკუთარ თავს. მესამე ნაწილი
აი ამ შეგონებებისა ჩვენ მოგვიწოდებს ერთგულებისკენ. იცით რომ ორიგინალში სიტყვა უერთგულე საერთოდ არ არის. საერთოდ არ არის. ეს იმას კი არ ნიშნავს რომ არასწორი თარგმანია. თარგმანი სწორია. უბრალოდ სიტყვა სიტყვით უერთგულე არ არის. სულ სხვა ბერძნული სიტყვა გამოყენებული, რაც ნიშნავს დარჩენას. მტკიცედ, მყარად დარჩენას იმ პოზიციაში, რომელშიც იმყოფები. ხელის არ გაშვებას. ყოფნას. ოღონდ მტკიცედ. რატო ლაპარაკობს წმინდა პავლე მოციქული, რომ ამას აკეთებდეთ არა ერთხელ, ორჯერ? აი რამდენჯერ ვიყურებით, რამდენჯერ ვუყურებთ ჩვენს თავებს. ზოგი რამდენჯერ და ზოგი რამდენჯერ. სულიერი მოწოდების თანახმად ჩვენ ამ ტექსტის მიხედვით საკუთარ თავებს უნდა ვუყურებდეთ ყოველთვის. აი ეს საკუთარი თავის გაფრთხილება მუდმივად ჩვენს თარგმანში შესანიშნავი სიტყვით არის გადმოცემული. უერთგულე ამას, ანუ ამ ქცევას, ამ მოქმედებას უერთგულე. ამ ქცევის მიმართ იყავი ერთგული. საქმის მიმართ იყავი ერთგული. ადამიანი მხოლოდ ადამიანის მიმართ ხო არ არის ერთგული? ადამიანი შეიძლება გახდეს ერთგული რაღაც საქმის მიმართაც, ხო ასია? ჩვენ ვამბობთ, შენ საქმეს უერთგულე. საქმეს უერთგულე, ანუ ამ კეთებას უერთგულე. მაგალითად, რას ნიშნავს, როდესაც ვინმე გვეუბნება უერთგულე ლოცვას? რას ნიშნავს ეს გამონათქვამი? ანუ მუდამჟამს ილოცო, არ შეწყვიტო ლოცვა. უერთგულე მარხვას, მუდმივად იმარხულე. დადგენილ ან დანიშნულ დღეს. უერთგულე კითხვას, რას ნიშნავს? რომ მუდამ იკითხო. სიტყვა უერთგულე დედანში არ არის, მაგრამ ნიშნულობა იგივეა, ანუ დარჩი ამაში. იყავი ამაში. აი ამ საქმეში იყავი. ერთხელ ნუ შეხედავ შენ საკუთარ თავს. ერთხელ ნუ დაგაინტერესებ შენი საკუთარი თავი. თვეში ერთხელ. ზიარებისას. არა, ყოველ დღე დილას, საღამოს. უყურე შენ საკუთარ თავს, გაუფრთხილდი შენ საკუთარ თავს და აგრეთვე უყურე მოძღვრებას. მოძღვრება ნიშნავს სახარებას. ან გარჩიე. ჩვენ გახსოვთ ლაპარაკობდით ერთ-ერთი ნიშანი რა არის ქრისტეს სამწყსოში ყოფნისა. ერთი რომ სხვას ესმის მწყემსის ხმა და მეორე ნიშანი რა არის? განარჩევს ამ ხმას. გამოარჩევს. და ამბობს ეს ხმა არის უფლის ხმა, ხოლო ეს ხმა არ არის უფლის ხმა. ჩვენ ხმა გვესმის მოძღვრებაში, სწავლებაში, ქადაგებაში. იქნება ეს ზეპირ სიტყვიერად თუ იქნება ეს წერილობით ფორმაში მოცემული. აი სწორედ სავარაუდოდ ამის გამო ღირსი ეფრემ ასური, ეკლესიის ცნობილი მამა და მოძღვარი, იცით რა აზრს გვთავაზობს, როგორ განმარტავს აი ამ მე-16 მუხლს. ტიმოთე, იმიტომ უნდა გაუფრთხილდეს საკუთარ თავს და სწავლებას, იმიტომ უნდა გაუფრთხილდეს. შესაბამისად ტექსტის მიხედვით ამაში უნდა დარჩეს მუდამ, ანუ უერთგულოს ამ საქმეს. რატომ? იმიტომ რომ არ მოსწყდეს რწმენას და გაუძლოს დევნილობას, ანუ წინააღმდეგობას. თქვენ იცით რომ პირველი ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ. პირველი ქრისტიანობა სასტიკად იდევნებოდა. და ღირსი ეფრემ ასური გვასწავლის რომ იმისათვის რომ დევნილობაში შევძლოთ წინააღმდეგობის დროს რწმენის გამო შევძლოთ ჩვენი მოწოდების სიმაღლეზე დარჩენა საჭიროა საკუთარ თავს გაუფრთხილდეთ და გაუფრთხილდეთ აგრეთვე სწავლებას. მაშასე პირველი გაუფრთხილდი თავს, მეორე გაუფრთხილდი სწავლებას და მესამე გააკეთე ეს ყოველთვის. არა ერთხელ თვეში, არამედ ყოველ დღე მუდამ უერთგული ამას ნიშნავს. უშესანიშნავესად არის ქართულ თარგმანში გადმოცემული. უერთგულე. უერთგული ამ საქმეს. შეიძლებოდა მშრალად დარჩი ამაში. ნახეთ, უერთგულე, ერთგულების იდეა მოცემული. ახლა კი ყველაზე შეიძლება იყოს ითქვა საინტერესო რამ. რაც დასაწყისში ვთქვით. წმინდა პავლე მოციქული აცხადებს, რომ
თავსაც იხსნი და შენს მსმენელებსაცო. ერთი მხრივ ეს არის აშკარა წინააღმდეგობა, წინააღმდეგობრივი მტკიცება, როგორც საერთოდ საღვთო წერილისა. არამედ თავად უშუალოდ პავლე მოციქულის, წმინდა პავლე მოციქულის გამონათქვამებისა. წინააღმდეგობრივი. რა იგულისხმება მასში? წმინდა პავლე მოციქული, ვიდრე იტყოდა შენ თავს გადაირჩენ ან შენს მსმენელებსო, უკვე ამავე წერილში აცხადებს და ამბობს, რომ ღმერთია მხსნელი, ღმერთია მაცხოვარი. და ეს ყურებში ისმის უკვე სხვანაირად, წინააღმდეგობრივად, თუ ღმერთია მხსნელი, მაშინ რატომ აცხადებს, რომ შენ გადაირჩენ შენს თავს და არა მარტო შენს თავს გადაირჩენ, მრევლსაც გადაარჩენ. გესმით ხო, წინააღმდეგობა სად არის? მაგალითად, იწყებს წერილს წმინდა პავლე მოციქული და პირველივე თავის პირველივე მუხში აცხადებს, რომ ღმერთია ჩვენი მაცხოვარი. პავლე, ქრისტე, იესოს მოციქული ღვთის, ჩვენი მაცხოვრის, ის აცხადებს, რომ ის არის ჩვენი მაცხოვარი. შემდეგ მეორე თავში, მესამე მუხში ამბობს, ვინაიდან ეს კეთილი და სათნოა ჩვენი მაცხოვარი ღვთისათვის. ანუ ის იმეორებს ერთი და იმავე მტკიცებას, ვიდრე იტყოდა, რომ შენ გადაირჩენ შენს თავს, ან გადაარჩენ სხვებს, რომ ღმერთია მაცხოვარი. მინდა გითხრათ, რომ წერილი, საღვთო წერილი, ბიბლია, ერთ მნიშვნელოვნად აცხადებს ჭეშმარიტებას იმის შესახებ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ღმერთია მაცხოვარი, მხსნელი და სხვა არავინ. ესაია ამბობს უფლის სახელით, მე ვარ მხსნელი და სხვა არავინ. ღმერთი უკვე აცხადებს თავის თავზე, მე ვარ მხსნელი და სხვა არავინ, ამბობს ესაია 53 თავის 11 მუხში. მე ვარ უფალი და არავინ არის მაცხოვარი ჩემ გარდა. აი რა წერია ესაიას წიგნში. თუ ღმერთია მაცხოვარი და სხვა არავინ არ არის მაცხოვარი, როგორღა ამბობს წმინდა პავლე მოციქული და როგორღა ეუბნება ეკლესიის წინამძღვარს ტიმოთეს, შენ ხარ მხსნელი შენი საკუთარი თავის და შენ ხარ მხსნელი შენი მსმენელების. თანაც ის მოციქული პავლე, რომელიც იმავე წერილში არაერთ გზის ამბობს და აცხადებს, რომ ღმერთია მაცხოვარი. სინამდვილეში აქ წინააღმდეგობა არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სხვანაირად უნდა გავიგოთ ეს სიტყვები. არა იმ აზრით, იმ მოსაზრებით, რომ პავლე ხან ამბობს ღმერთია მხსნელი, შემდეგ ამბობს ადამიანია მხსნელი. არა, რა თქმა უნდა. ერთ მნიშვნელოვნად მთელი ბიბლია აცხადებს, რომ ღმერთია მხსნელი. როდესაც ქრისტე იშვა ბეთლემში, ანგელოსმა რა უთხრა მწყემსებს, ვინ იშვაო? მინდა შეგახსენათ. ხსნელი, რომელიც არისო ვინა? ქრისტე უფალი. ერთადერთი, ვინც არის მხსნელი, ეს არის ღმერთი. რატომ არის ის მხსნელი? იმიტომ რომ მან გადაიხადა საფასური ჩვენი ხსნისა. წმინდა პავლეს არ გადაუხდია საფასური, არც ტიმოთეს. ისინი ვერ იქნებიან მხსნელები. რო იყო მხსნელი, უნდა იხსნა. ერთადერთი, ვინც იხსნის, ეს არის ღმერთი. და ღმერთი გამოჩნდა, ხორცი შეისხა მან, დაიბადა, გახდა როგორც ერთი ჩვენგანი, გადაიხადა საფასური და ამიტომ იწოდება მხსნელად, ანუ მაცხოვრად, ანუ გადამრჩენელად. მაშინ როგორ გავიგოთ? გავხსნათ ეს კვანძი. როგორ გავიგოთ? თუ ღმერთია მხსნელი, იმიტომ რომ მან გადაიხადა ჩვენი ხსნის საფასური, იმისათვის რომ ღმერთს ეხსნა თავისი ერი და გამოეყვანა მონობის სახლიდან, სისხლი დაიღვარა. იმისათვის რომ ღმერთს ეხსნა ჩვენი თავი და გამოვიყვანეთ ჩვენი მონობის სახლიდან, სოდვის მონობის სახლიდან, ჩვენთვისაც დაიღვარა სისხლი.
ეს სისხლი უფრო მეტია, ვიდრე ის სისხლი, რომელიც იქ დაიყვარა. ის სისხლი იყო პირველ სახე. პირველ ნიშანი. ნამდვილი სისხლისა, რომელიც გოლგოთაზე დაიყვარა, იესო ქრისტეს სისხლისა. თუ ღმერთია მარტო მხსნელი, მაშინ მე-16 მუხში რატომ ეუბნება პავლე მოციქული? წმინდა პავლე მოციქული ტიმოთეს, შენი თავის მხსნელი შენ ხარ და აგრეთვე მსმენელებისაც. რა აზრით ეუბნება? ძალიან მოკლედ ვიტყვით. არსებობს ორი გაგება, ისევე როგორც გაუბრთხილდი მოძღვრებას შემთხვევაში ორი გაგება. პირველი გაგება, ამ დროს, ამ შემთხვევაში, როდესაც წმინდა პავლე მოციქული მოუწოდებს ტიმოთეს გადაირჩინოს თავი და გადაარჩინოს მრევლი, საკუთარი თავის გაფრთხილებით და მოძღვრების გაფრთხილებით, ის გულისხმობს, მაგალითად როგორც ამბობს დიდი ფრანგი რეფორმატორი, ის გულისხმობს იმას, რომ გადარჩენა ღვთისა, მხსნელი ღმერთია, მაგრამ ინსტრუმენტი გადარჩენისა შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი. პავლე სხვადასხვა იყენებს ამ ტერმინოლოგიას. პირველ წერილში კორინთელთა მიმართ ის ამბობს, რა იცი შენ ცოლო, რომ გადაარჩენ ქმარს, რა იცი შენ ქმარო, რომ გადაარჩენ ცოლს, მაგრამ ცოლი და ქმარი ვერ იქნება ერთმანეთის გადამრჩენელები. რა იგულისხმება? ინსტრუმენტი, საშუალება. პატივის ღირსად ინსტრუმენტს მიეწერება ის, რასაც აკეთებს ღმერთი. ღმერთი იყენებს ჩვენს ბაგეებს, დღეს ვიგალობთ, აჰა ღმერთო ჩვენი ხელები, აჰა ღმერთო ჩვენი გული. მაგრამ მხსნელი არის ღმერთი. მაგრამ ღმერთი იყენებს თქვენს ბაგეებს, თქვენს ღვაწლს, თქვენს მსხვერპლს, თქვენს დროს, თქვენს შრომას, თქვენს ინტელექტს, თქვენს ფიზიკურ ძალებს იყენებს და თქვენი საშუალებით ის აღწევს თავის მიზანს. გარდა ამისა, თავს იხსნი ნიშნავს აგრეთვე არა გამართლებას, არა ცოდვების მიტევებას, არამედ თავს იხსნი ნიშნავს განწმენდას. დღითიდღე ყდომას ცოდვისათვის და დღითიდღე გაცოცხლებას ღვთისათვის. და ბოლოს, ეს სიტყვა შეიძლება კონტექსტუალურად იცით რას ნიშნავდეს, თავს იხსნი და მსმენელებს. შენ თუ გაარკვევ, სად არის კონტექსტუალურად, ანუ მას უხდებოდა ცრუ მასწავლებლებთან შერკინება. შენ თუ გაარჩევ, სად არის ცრუ მოძღვრება და სად არის კეთილი სახარება, შენ იხსნი შენს მრევლს ცრუ მასწავლებლებისგან. აი რა ხსნაზე შეიძლება იყოს საუბარი. თუ ამას კონტექსტუალურად განვიხილავთ, არა ხსნაზე, სულის ხსნაზე, ცოდვების მიტევებაზე, განწმენდაზე და ასე შემდეგ. არამედ შენ თავს იხსნი ცრუ მასწავლებლებისგან და მრევლსაც იხსნი ცრუ მასწავლებლებისგან, თუ საკუთარ თავს მიაქცევ ყურადღებას და მიაქცევ ყურადღებას მოძღვრებას. და ბოლოს, ამით ვამთავრებთ დღეს. მიაქცეთ ყურადღება. როგორი დაბალანსება. არსებობს ორი უკიდურესობა. ერთი მხრივ, არ შეიძლება მარტო საკუთარ თავზე ვიყოთ ორიენტირებულები. ჩვენ სხვებზეც უნდა ვზრუნავდეთ. ამიტომ მეუბნება წმინდა პავლე მოციქული, შენ თავს მარტო კი არ გადაარჩენო, მსმენელებსეცო. ვინ იყო მისი მსმენელები? ეკლესიის წევრები, ძმები და დები. ანუ ნუ იქნები მარტო შენ საკუთარ თავზე ორიენტირებული. ეს ერთი მხარე. მეორე მხარე, აი ბალანსი სადაა. მეორე მხარე არასწორი გაგებისა, ჩვენი ქრისტიანობის, ჩვენი მსახურების არის რა? როცა ადამიანი მთლიანად სხვაზე არის ორიენტირებული და საკუთარი თავი ავიწყდება. როგორც ამბობს ერთი ცნობილი შოტლანდიელი ღვთისმეტყველი, მსახურებაში შეიძლება დავკარგოთ საკუთარი თავი. დავკარგოთ საკუთარი თავი. ანუ მთლიანად იმდენად გადავეცეთ მსახურებას, რომ საკუთარი თავი დავკარგოთ. მაგრამ ნახეთ როგორი ბალანსი შემოაქვს წმინდა პავლე მოციქულს, შენი თავი და სხვები. უნდა იზრუნო საკუთარ თავზეც და სხვებზეც, მაგრამ ვერ იზრუნებს სხვებზე, თუ საკუთარი თავი არ გექნება გაკონტროლებული. რას ამბობს წმინდა პავლე მოციქული? ვუქადაგებ რა სხვებს, საკუთარ თავს ვაკონტროლებ. აი ეს ბალანსი მინდა რომ კარგად დავინახოთ.
მე-16 მუხლში. ეს არის საუცხო დარიგება, საუცხო მუხლი, რომელიც გვასწავლის. ღმერთი არის მხსნელი და ეს ხსნა დაკავშირებულია ადამიანის ყურადღებასთან, იმ ყურადღებასთან, რომელსაც ის იჩენს საკუთარი თავის მიმართ, მოძღვრების მიმართ და ამაში რჩება მუდმივად. ამინ.